მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ჩვენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. დღეს ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული სტუმარია ჩემთან ერთად. ეს არის მერაბ შარიქაძე. მერაბ, ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ერთად ხარ, მოგესალმები და მინდა რომ გულწრფელად გითხრა, კადრს მიღმაც ბევრჯერ გითხარი, ვერ შევიკავე თავი, მაგრამ ეხლა უნდა გითხრა, რომ მე ვარ ერთ-ერთი ის გულშემატკივარი, რომელმაც ძალიან ახლოს მიიტანა გულთან შენი ამბავი, შენი ემოციები, ტკივილი, სიხარული, ყველაფრის თანამოწიარე ვიყავი და ვიცი რომ ძალიან ბევრია ასე და ბევრს გაუხარდება შენი ხილვა აქ და დიდი ხანია მინდა რომ მოგიწვიო, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ვრცელი ინტერვიუ გქონდა შენ უკვე, სადაც მოგვიყევი, თუ სად იყავი ის წელიწად ნახევარი დაკარგული, ვფიქრობდი რომ სწორი დრო, სწორედ ეხლა იქნებოდა, როცა რაღაც სიახლეების წამოგვეწია, სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩვენს წინაშე არის უკვე ოფიციალური განაჩენი და აქედან გამომდინარე მგონია რომ დიდი დრო გავიდა, შენც ბევრი რამ ალბათ სხვანაირად გადახარშე. კი და მგონია რომ დღეს უფრო ღია საუბარს შევძლებთ, უფრო გულწრფელად კიდევ და კიდევ უფრო სხვა კუთხიდან. საინტერესოა პირველ რიგში მადლობა ეგეთი წარდგენისთვის და გულშემატკივრობისთვის და შენ პოდკასტში მოწვევისთვის გიყურებ და მიხარია რომ ხო ეს რო გავიგე რომ მერაბი მიყურებ და ძალიან გამიხარდა. მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით. შენს პირველ ინტერვიუში შეგნებულად არ დაასახელე არც ერთი ადამიანის ვინაობა და ძალიან გასაგები იყო მიზეზიც, თუმცა დღესდღეობით ჩვენ უკვე ვიცით ის წრე, ვისშიც ეს ამბავი ტრიალებდა, ხო? სასჯელს რომ შევხედოთ, ყველაზე მეტად შენ დაისაჯეთ 11 წელი არის მაქსიმალურივა და შემდეგ არის ნაკრების ყოფილი ექიმის, რომელსაც 9 წელი აეკრძალა სპორტულ სფეროში მოღვაწეობა, ერთ მორაგბეს 6 წელი აქვს, 3 წელი და ერთი ადამიანია ყველაზე მსუბუქი 9 თვით დასჯილი. ძალიან განსხვავებული ვადებია დამეთანხმები და რა თქმა უნდა გვაინტერესებს შენი აზრით, რის მიხედვით არის ეს ვადები გადანაწილებული ასე და დღეს რისი თქმა შეგიძლია შენ ამ ადამიანებზე. ხო, ვადები მიგრე იდეაში ყველა ვინც ამ იმაში ფიგურებთ, ყველა ერთ და იგივე ამ რაღაცას რომ მანიპულაცია ქვია მაგას რა. გამოძიების ენაზე მაგაში ვართ, იქ არავის რაღაცა სხვა რამე არა აქვს რა, ყველა ერთ და იგივე დანაშაულში ვართ. ვიღაცამ მიცა, ვიღაცამ გამოიყენა და ვიღაცა მონაწილე იყო რა. რაც შემეხება მე ყველაზე დიდი სასჯელი მაქვს, იმიტომ რომ მე ესე ვთქვათ, მრავალჯერადი დარღვევა მაქვს რა. ანუ ბევრ ადამიანზე გაცემა გიმატებს შენ დანაშაულს. მრავალჯერადი რო არის, უმოშო, მაგრამ თავიდან იდეაში მომწეს 6 წელი. აი წელი ინტერვიუ რაც შენახსენე, თათასთან სეტანტას ინტერვიუ რაც იყო, მან ვამბობ კიდევაც რომ 6 წელი კი მომისაჯეს, მაგრამ გასაჩივრების სასამართლოზე ნუ-ქოლი იყო იდეაში რო ვიყავი. გარწმუნებული ვიყავი, მან ვიძე ვამბობ ინტერვიუში რომ მომიმატებდნენ რა. ეს ხალხისთვის ეხა ოფიციალური სახე რომ მიეცა შოკი იყო, თორემ მე ეს ამბავი უკვე თვეზე მეტია ვიცი და არაფერი რა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. 6 წელი მექნებოდა, 5 წელი მექნებოდა, 11, 15 თუ 25 რა. რაღაცის იქით მაინც უკვე აზრი აღარ ქონდა და მაგიტომაც გავასაჩივრე იდეაში, თორემ მე რო არ გამესაჩივრებინა 6 წელი ბრალი რაც წამიყენეს, 1 წელი ავტომატურად გაკტება. მანდ იდეაში ჩემ გარდა არავის არ გაუსაჩივრებია რა. ეგ თავისი სიგარდა ერთმა გაასაჩივრა ადრე, რამოდენიმე ადამიანს ჩვენზე ადრე მოვიდა და იმას დიდი სასჯელი მიცე შედარებით და მე გავიყავი აქეთ ვინც გავასაჩივრე და მე დამიმატეს დანარჩენებს თითო წელი მოუკლეს. ვიცოდი რა ეგრე რო იქნებოდა რა. თვითონ ეს ქოლი ეს სასამართლო რაც ჩატარდა ეს აბსურდი იყო რა. ხო იდეაში ესე რო წარმოვიდგინოს მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს, მოსამართლე ვინც იყო, დამცინოდა რა. აი ხა მაგარი პროკურორი იყო, პროკურორი იყო, რო წარმოვიდგინოთ ხალხის ადვილი რო იყოს, როლ დრაგბის ვინც წარმოადგენდა, ვინც მე ბრალდები, ვინც ჩემ ბრალდებას კითხულობდა რა, ვინც თავიდან გადაწყვიტეს, რომ 6 წელი მოეცა ჩემთვის, ის იმ შემთხვევაში პროკურორად იჯდა იქით ხარეს. იყო მოსამართლე, ვინც ნეიტრალური ობიექტურა მოსამართლე ხო. პროკურორი რაღაცა ბრალდებას რო წამიყენებდა, ეს მოსამართლე აჩერებდა და სიტუაციას ამძიმებდა. იმის მაგივრად რა, მაგივრად რა, რაღაც ობიექტურად სიტუაციას ამძიმებდა და მე რამდენჯერაც და ჩემ ადვოკატმა რამდენჯერაც რაღაცა ის გავაკეთეთ, ჩვენც გვაჩერებდა და სიტუაციას ამძიმებდა.
შენ ამბობ, რომ მორალური სამართალი ვერ დაინახე და იქ იყო მხოლოდ იურიდიული სამართალი. ალბათ ამას გულისხმობს ზუსტად, რომ მიუკერძოებლობა თითქოს არ იკვეთებოდა და შენი აზრით რამ გამოიწვია ეს უბრალოდ იმ ადამიანის არაპროფესიონალიზმა თუ კიდე რამე იყო ამის მიღმა? როგორი ამბავი იყო, იცი, რაღაცა რა, როლ დრაგბის გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ როლ დრაგბიში, იმიტომ რომ სხვა ეგრე არის რა. ახლა რა სიზავდნენ, როლ დრაგბის თავისივე იმაზე ხა ხო არ სპექტაკლი იყო ფაქტიურად რა სისულელე იყო. აზრი არ ქონდა მაგ იმას, მაგრამ ნუ ჩემთვის მაგასთან 5 წელს რო დავთანხმებოდი, მაგას აზრი არ ქონდა და ვცადე რა იქნებოდა და ნუ არ გამოვიდა, გამიკვირდა სიმართლე გითხრა, ხალხმა ეგრე ისე რომ მიიღო რა. მესმის ახლა რატომაც მიიღო, მაგრამ მაინც იმედი არსებობდა თითქოს. სხვა კუთხე დაინახეს იდეაში, მაგრამ მე უკვე ვიცოდი და მე მაგას შეგუებული ვიყავი, მაგრამ ნუ იცი რა არის გამიგია რომ ამას ამბობ ხოლმე რომ ეს სასჯელი არ არის საქციელის ეკვივალენტი, ხო? ეს ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვს შენ ნათქვამი და მეც გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ იცი რა კითხვა მიჩნდება და ალბათ სხვებსაც გაუჩნდებათ, რომ შენ თუ გქონდა იმის შანსი, რომ 5 წლიანი ყოფილიყო ეს დისკვალიფიკაცია, იქნებ ესე რომ გაგეკეთებინა და არ გაგესაჩივრებინა და 5 წელზე დარჩენილიყო. ამ შემთხვევაში შეგძლებოდა რომ შემდგომ დაბრუნებულიყავი. 5 წლიანი სასჯელი როგორი სასჯელია ისი? ჩემი აზრით რა. აი არ აქვს მნიშვნელობა რომელი ასაკის სპორტსმენს მიცემ 5 წლიანი დისკვალიფიკაცია. ესე იგი 12 წლის ბავშვი, 18-ის, 25-ის თუ 30-ის. 5 წელი იმხედად რო არის, მაშინ პროფესიულ დონეში ვეღარ დაბრუნდები რა. ეხა ის 5 წელი მე რო არ მევარჯიშა, რა მორაგბე რო არ ყოფილიყავი და რაღაცა და 5 წლის მერე ყოფდა და არა ვერ ვიზავ ჯერ ესეთი ხა ბავშვი ვარ ვიყავი 30 წლის ამ ვითამაშე ბოლო და 20 ესე გამოვიდოდა რომ 35 წლის უნდა დაბრუნებულიყავი ნაკრებში 35 წელსაც დანებებას ვაპირებდი თავის ასეთაც და არაფერს არ მაძლევდა მაქსიმალური ხანგრძლივობა რაც შეიძლებოდა ჩემი აზრით ჩემ პროფესიონალურ სპორტსმენად დარჩენაში რაღაცა კიდე აი 2 წელიწად ნახევარი აიყო ალბათ მაქსიმუმ მაგის მერეც ისედაც როგორ დაუბრუნდებოდი რა ეხა ბიჭები 2-3 წელი ეხა და თვითონაც რო ავიღო 3 წელი ვერ დაუბრუნდებოდი არ იქნებოდა ვერ შევძლებდი იმიტომ რომ ის ბიჭები ეხა თავს იკლავენ ვარჯიშობენ დღე და ღამე სულ შეკრებაზე სულ იქ სულ მაგარი თამაშები მაგარი ის და მე უცებ 3 წელიწადში დაუბრუნდი და სახელის გამო ხო არავინ არ ჩამსვავდა ამ ნაკრებში და იმაში რა თუ არ დაამტკიცე რომ გეკუთვნის იმიტომ რომ მერაბ შარიკაძე ვარ და რაღაც ბევრი თამაში მაგათამაშები ეგრე ვერ მოხდებოდა და თან რაღაცა რა არ იქნებოდა რა ისეთი ლამბა მაგრამ ნუ 5 წელზე ხომ მithumetes და რაც შეეხება ეკვივალენტობას ეს მინდა რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს რა ეს რაღაც მომენტში შეიძლება დამახინჯებულად გაიგოს თქო მიფიქრია რომ მე დამნაშავე ვარ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს რა მართლა დამნაშავე ვარ და მართლა მაგარ სისულელეში მოვყევი და მაგარი ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ყველა ვინც ამ საქმეში ვართ რა მოყოლები მაგარი სისულელე აი არ ვიცი რა სასაცილოდაც რა სასაცილო არის მართლა აი ამ სიტუაციაზე მართლა სასაცილოა სატირალი რო არის აი გაგეცინება ისეთ სისულელეში მოვყევით მაგრამ ამ ხელა შედეგი მოყვა და დამნაშავე ვარ მაგრამ არა უფრო დამნაშავე ვარ მეორე მხარე აქვს ამას ის რომ შეცდომა ეხა ესე ვის არ დაუშვია რა მე რომ ამ საქმიდან ან რამე სარგებელი მიმეღო ან რამე განსხვავებული мотиваცია მქონოდა ან არ ვიცი რა რაღაცით მეხეირა აი მაშინ 11 კი არა 31-ის მეკუთვნოდა რა ან მე რო რაღაცნაირად სხვისი გამომეყენებინა ან რაღაცა რა ერთადერთი ჩემი ის იყო რომ იმ მომენტში ვერ გადავხარშე ის მომენტი ვერ დავწონე და ვერ გადაძლია იმან რომ ჩემი ძმაკაცები და ეს რაღაცა ბიჭები ვინც იყვნენ თითქოს გასაჭირში ვერ მივატოვე ამ გადმოსახედიდან კი ბატონო ეხა უკვე მაგარი ჭკვიანი ვარ და ვიცი რომ არ უნდა გამეკეთებინა მაგრამ ურემი რო ყირავდება გზაც მერე ჩდება რა იმ მომენტში ეხა შეცდომა ვის არ დაუშვია და მეც ეგეთი შეცდომა დაუშვი და ჩემი მოტივი იყო რომ ვერ მივატოვე ბიჭები გასაჭირში იდეაში ის ისულელე იყო მაგრამ ეგრე იყო იმ მომენტში ჩემი მოტივი ეგ იყო და მერე ეს ისე მოტრიალდა რომ ძალიან საზიანოთ რა ჩემთვის მაგას აღარ დაუბრუნდები რამდენად საზიანო და მერე კიდე რა რაღაცა ის მე რა ბუნდოვანი ცოტა რა არის იცი რომ ბევრჯერ გითქვამს ის რომ რეალურად არ ჭირდებოდათ ამ ადამიანებს ანუ არ დაისჯებოდნენ და არ იყო ამის აუცილებლობა მაგრამ არა ეგრე ხო და მაშინ რატო გახდა საჭირო ეს საქციელი
თუ არ დასჭირდებოდათ. აი ანუ გასაჭირში რატო იყვნენ ეს ადამიანები, რომ ამბობ რომ გასაჭირში ვერ მიატოვებდი? აი როგორ რეალურად ეგრე აღმოჩნდა, ჩემთვის ეგ გაურკვეველი იყო, არ მინდა ეხლა ანუ შენ გეგონა რომ იყვნენ გასაჭირში იმ მომენტში? მე მეგონა რომ ის რაღაცა რაც ფიგურირებდა მან ხო. დასჯადი იყო. მე აღმოჩნდა რომ საქართველოში თუ არა, ნუ რაგბის სივრცეში მე აღმოვშდი პირველი ადამიანი, ვინც მე უკვე გავერკვია იმაში, რომ ვინც გაიგო, რომ თურმე არის ჯება. აჰა. ისედაც ესე იდეის დონეზე, აი რაღაცა დონეზე ესე კი ვიცოდი, მე არ ვიცოდი, ჩემთვის ეგ საინტერესო არასდროს არ იყო, არ მინდა ეხლა არ ვილაპარაკო, იმიტომ რომ სხვის ცხოვრებაზე. ხო, რა თქმა ხო, რა ისეთი რაღაცა იყო იქ რაც ფიგურირებს, რომ ჩემი მასში ისედაც ექსპორტსმენობას ეწინააღმდეგება და რაღაც არ არის ეგ ჩემი სივრცე რა და აღმოჩნდა რომ მე თუ ეგ რაღაცა მაქსიმუმი რაც შეიძლება დასჯადი იყოს და აღმოჩნდა რომ დასჯადი აღარ არის, ადრე იყო ეგ დასჯადი, ეხლა აღარ არის. მაგრამ ეგ დავაგვიანეთ ჩვენ მაგისის რა, ჩვენთვის ადრინდელ იმაში ძველ იმაში ვარ და ვერ გადმოვეწყეთ ამ იმაზე, იმიტომ რომ თვითონ ეს სტოპინგ სააგენტო და ესენი მაგ ინფორმაცია არ მქონია. მაგ ეგ კითხვა რამდენჯერმე დასმულა. მაგრამ პასუხს არ გეუნებოდნენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეხა ისინიც რაღაც მაგას განზრახ კი არ აკეთებდნენ, მაგრამ ალბათ ფიქრობდნენ, რომ მაგის არ მოვახდინოთო რა, სტიმულირება და რაღაც არ შთავაგონოთ, რომ რადგანაც არ ისჯება, მიდი რაღაცა. ის რო არ გამოვიდეს და არ იძახდნენ და აღმოჩნდა რომ თურმე არ ისჯება. თუ დაისჯება, თუ რაღაც ანომალიური რაოდენობა გაქვს ეს რაღაცა რა. ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება დაგსაჯონ, აი არ ვიცი რა, აი აბსურდული პერიოდი რაც შეუძლია დაგსაჯონ არის 3 თვე. იადარე ხა 3 თვე ელება კოჭი გადაგიბრუნდეს და მეგრე ხო, ტრაუმის გამო, უბრალოდ ტრაუმის გამოც. 2 წელი მაგ ტრაუმის გამო გამოტოვებული სხვა პერიოდში, ასე რომ. იმ ადამიანებს, ვისაც ნაკლები აქვთ მისჯილი, ასე ვთქვათ, მათაც უწევთ კარიერის დასრულება, შენსავით? მათი გადასაწყვეტია რა. 3 წელი ხო ვიზახი, 3 წელი ჩემთვის რომ მოეცა და აი ლიმიტი იქნებოდა და რაღაცა კიდე შეგავფაფურდებოდი ალბათ და ეგ უხარ ბიჭებს უნდა კითხოთ მე არ ვიცი. ხო. ანუ ჩვენ საზოგადოებამ რომ მივიღეთ შოკი ამ 11 წელზე. შენთვის ესე არ ყოფილა? ვიცი რომ უკვე შეგუებული იყავი იმას რომ არ დაბრუნდებოდი. და ნუ შოკი ის იყო რომ საზოგადოების რეაქცია ცოტა გამოკვირვა რა. ანუ სამხელა რიცხვი რო დაინახე ფსიქოლოგიურად მაინც თითქმის ორჯერ რო გაიზარდა ეს ვადა არ იყო შენთვის მაინც შოკი. კინეული და ის კი იყო, მაგრამ ტყუილა არ არის ნათქვამი მართლა რომ რაც არ კლავს გაძლიერებს რა. უკვე აღარ მეკარება ეგეთი. ვეღარ მომეკარა ისე ძალიან რა. ერთი ნახევარი დღე რაღაც მაქსიმუმ ერთი დღე ნახევარი ცოტა ისე ვიყავი რომ ცოტა ცუდად შინაგანად, მაგრამ მე უკვე გადავახული გაქეს რა მართლა ეგრე არის რომ ეგ სირთულეები საბოლოო ჯამში წვრთნის და გაწვრთობს და შეგვიძლია მაგის გადაყლაპა მოკლედ. თუ გქონია ესეთი დაშვება რომ ეს ყველაფერი შეიძლება არ ყოფილიყო რაღაც ბანალური შეცდომა ან ვინმეს გულუბრყვილობის გამო მომხდარი ამბავი და შესაძლოა ამ ყველაფრის უკან რაღაც სრულიად გამიზნული ქმედება იდგა. ვიცი რომ ამ კითხვასაც ხშირად გისვამენ, მაგრამ მუდმივად ჩდება. ჩემი ის ცეტანდას ინტერვიუ რაც იყო, მანდ ესე ვამბობ რა, თუ გახსოვთ რომ წინასწარ ვიცი რა კითხვები გაჩნდება. და ერთ-ერთი პირველი კითხვა რაც ჩდება არის ეგ, რომ ვიღაცა მოგიწყო, ვიღაცა გაგიჩალიჩა რაღაცა. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ხელა რაღაცა მოვყევი, ხო? აი ამ ხამდენი რაღაც ვილაპარაკე, მაინც ეგ კითხვა არის და მე ისმის ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩემ ოჯახის წევრებს ეხა ეგ ისტორია იქიდანაც აქვს მოსმენილი, აქედანაც აქვს ყველა დეტალი იციან, რასაც ეხა მე არ ვლაპარაკობ, ეს საჯაროდ ეგ ყველაფერი იციან, მაგრამ მაინც გონიათ რომ გამიჩარჩეს, მაგრამ აი მაგას თუ ვინმე გააჩალიჩებდა, ესე რომ ვთქვათ, აი არ ვიცი, ოსკარი კი არა, რამე ყველაზე დიდი ჯილდო რა არის, მივცეთ ალალი იყოს, მაშინ ეგ ვერ იზავდა მაგას რა. მარტივად ვიძახე, არ მინდოდა ეხა ამის თქმა, მაგრამ ბოროტების მეტი რა არის, ხო? ვიღაცას ეხა ჩემთვის რომ რაღაცის ფეხის დადება ნდომოდა და ეგეთი რაღაცის წყალებში გაჩალიჩება. აი ბევრად მარტივი გზები არსებობს, რომ სპორტსმენს ეგეთი რაღაცა გაუჩალიჩო რა. აი ბევრად. საერთოდ ვიღაცა მე ხა წარმოიდგინე 3 წლის წინ, აი ყველაფერი დაგეგმა, იმას თხოვა, იქიდან იმასთვის მიაცემინა, მერე ამან იქ 1 წლით ადრე ის, მერე ამან აუ და აი ესეთი და ეგეთი 50 წლიანი კომბინაცია თუ დაგეგმა და ჩემი მოშორება თუ უნდა და ეგ მაშინ ეგ გამორიცხული ეგეთი რამე ვერ მოხდებოდა რა. ვინმეს რომ ეგეთი შენი სპორტსმენის მოშორება უნდა და არ ვიცი რა, ეგეთი ფაქტები 1 და 2 და 3 კი არ ყოფილა, 1000-ობით არის რომ სპორტსმენს ვიღაცა ბოთში რაღაცა ჩაუყარა, წყალი დალია სპორტსმენმა და ამოვარ დოპინგს აღაკეთებს, მე აღარ აინტერესებს. შენ გინდა ამტკიცე რომ ბოთში არ ვიცი ამომივარ და რა იყო არ ვიცი, რა ვეღარ ამტკიცებ რა. ამოგივარ და მორჩა.
აი ჩემი სიტუაცია წარმოიდგინე. არ იჯებოდნენ ისინი. ისეთი რაღაცა, მაგრამ დარღვევა არის მორჩა რა, აღარ განიხილავენ მაგას. ხო. არ მინდა რომ რაღაც ძალიან დეტალებში ჩავიდე, მაგრამ ესეც ცოტა ბუნდოვანი ამბავია და უნდა გკითხო, რომ ეს ამბავი ყველამ ვიცით, რომ მოხდა 2022 წელს და ზედაპირზე ამოვიდა 2024-ში, ხო? ანუ როგორ მუშაობს ეს პროცესი? თან ვიცი, რომ თავიდან სხვა ადამიანის საქმეებით დაიწყო ეს ყველაფერი და შემდეგ როგორ გავიდნენ შენს კვალზე? მე ჩემს კვალზე ხო, ნუ რაღაცნაირად გავიდნენ რა ინფორმაცია მიაწოდეს. აი მე დავამატებ მაშინ შენს ფრაზას, რომ ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო თუთაშხიადან გაქვს მოხმობილი და როცა ამას ამბობ იმედგაცრუებაზე, ღალატზე, კონკრეტულ ადამიანზე, თუ აი უბრალოდ იმ განცდაზე შეიძლება იყოს, რომ საიდანაც არელოდები ყველაზე მეტად შეიძლება ზუსტად იქიდან დაგარტყან. ხო, რავი, ეგ ორი რამე შეიძლება გაერთიანდეს და იმედგაცრუება და ის უფრო მაგ მომენტში როცა ეგეთი რაღაცა მithქვამს რა. უფრო კიდეს ხო ეხლა ბოლო პერიოდში ბევრი რამე შეიცვალა ჩემი იმაში და სამყარომ და ღმერთმა დამანახა რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და ასე შემდეგ რა. არასდროს არ არის უკუნეთი რა, სადღაც ნათელი ყველა ვარიანტია და ეხლა კიდე უფრო სხვანაირად ვფიქრობ და მაგრამ მან ამბავი ის არის რომ მაშინ იმედგაცრუებული ვიყავი რომ ესეთი თავგანწირვი და ესე მაგრამ რაღაცა მიყვარდა და ესეთი სისულელე მიზეზი პატარა შეცდომის გამო რა მოტივითაც გავაკეთე რომ ბიჭები ვერ მივატოვე და ესე მომიტრიალ და ვინმეს მიმართ კი არ ვიყავი იმედგაცრუებული. ახლა ვის მოკრეთ რა ვინც ახლა ისე ჩემი იმედგაცრუებასაც არ იმსახურებს რა. ეგეთი ადამიანი თუ არსებობს და ზოგადად ცხოვრებისგან ვიყავ იმედგაცრუებული, მეთქი განგებაზე და მე ცოტა ისე რომ მეთქი ეგეთი რამე როგორ მოხდა, მაგრამ ნუ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ტყუილა ესე ალბათ არაფერი არ ხდება რა, მე მიფიქრია ხოლმე, ხო იცი, შეიძლება ეგ ჩემი ფიქრებია და ჩემ თავში რაღაცა მინდა რომ გამოვიკეთო ჩემი სიტუაცია და ისე დავამშვიდო ესე ჩემი თავი, მაგრამ ბუნება არის ადამიანის ეგეთი რომ რაღაცა შეიძლება რომ მოგდის, რომ აი მე შეიძლება წლები გავიდეს და თქვა რომ აი ალბათ ამის გამო იყო. ხო, აი ალბათ ერთ-ერთი ის არის ჩემი ეგ ალბათ არის ჩემთვის ის რომ შეიძლება რაღაცა ტრამვას და იმას კი არ ვიცი, ტრამვა მერჩინა, ტრამვა მომსწო და ბევრი რამე მერჩინა, მაგრამ შეიძლება ისე მოხდარიყო რომ ძალიან ფორმაში ვყოფილიყავი. ძალიან რაღაცა, მაგრამ ისე მოხდარიყო რომ ვეღარ მეთამაშა რა, კარგად სიტყვაზე. და გამოჩნდებოდნენ ბიჭები, ვინ ჩემზე უკეთესად თამაშობდა, მომიწევდა რომ უბრალოდ ეს იმიტომ რომ ვერ ვაკმაყოფილებ თამაშის სტანდარტს რაღაც 1000 რა. აი მე ვთქვათ რომ ბოდიში, მაგრამ უნდა გაგიშვა. ან წვრთნელის გემოვნებაში ვერ ჩავჯექი მაგალითად. ჩვეულებრივი ამბავია ეგ სპორტ შეიძლება ძალიან მაგარი იყო და უბრალოდ წვრთნელის გემოვნებაში ვერ ჯდებოდი რა. ჩვეულებრივი. შეიძლება ეგ უნდა მომხდარიყო და ეგ უფრო დიდი გულის ტკივილი ყოფილიყო ჩემთვის და ეხა ისე წამოვედი რომ კარგად კი ვერ წამოვედი საერთოდაც, მაგრამ ნუ ალბათ რავი რა. საბოლოო ჯამში ჩემს მაგას აქვს ეგეთი რამე ნათქვამი ჩემთვის რომ ადამიანის ტვინი ვერ წდება და ვერ კაჩავს ესე რომ ვთქვათ რა, არ არის საკმარისად ძლიერი პროცესორი იმისთვის რომ ის ალგორითმი დაალაგოს, რა ალგორითმის დაალაგებას ღმერთ შეუძლია რა. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიფიქრო და ისე ხო არ იყო და ესე ვერ მივდივართ იქამდე და ამიტომ ღმერთის ხელში დავტოვებ მაგ ყველაფერს ჯობია და ალბათ რადგანაც არის გასაჭირს ისე უნდა შეხვდე როგორც ღირსეულა და მეც რაღაც მომენტში ვერ შევძელი შეიძლება ღირსეულა და გამტეხა და რაღაცა სასოწარკვეთილებამდე არ მივსულარ, მაგრამ ძალიან ისე დიარები მივიღე, მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ რომ ამ ტკივილმაც გაგზარდა რაღაც დონეზე რა. ეხლა აღარ უნდა იმას მიქნას ცხოვრებაში, არ ვიცი რაც კი მქონდა. ადგილი აღარ არის ეხლა ჩემ გულზე ისეთი სადაც იარა არ არის და აცი რაც მკვდარია იმას ვეღარ მოკლავ ხო იცი. როგორც მახსოვს შევარდენის ბაზაზე ეწერა კედელზე ესეთი ფრაზა რომ მნიშვნელობა არ აქვს რა არის წინ, მთავარია ვინ გიმაგრებს ზურგს. და ეს არის ალბათ მორაგბეების მთავარი სლოგანი, ხო? და მაინტერესებს როგორია რეალობა შენს შემთხვევაში, ეს მარტო თამაშს ეხება თუ ცხოვრებაშიც იგივე პრინციპით ხელმძღვანელობენ. და შენ იგრძენი აი ამ რთულ პერიოდში ვინ გიმაგრებდა ზურგს? რამე თუ ვიგრძენი, ეგ ვიგრძენი რა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რომ სადღაც ვლაპარაკობდი ლეგასი მემკვიდრეობაზე ვლაპარაკობდით რა. და მეგონა რომ მემკვიდრეობა რაღაცა და თამაშები, დადებული ლელოები, გაკეთებული ბოჭები, ტიტულები რაღაც მეგონა რომ ეგ უნდა ყოფილიყო სპორტსმენის მემკვიდრეობა და აღმოჩნდა რომ სულ სხვა რამეში არის. იმიტომ რომ ხო იცი ადამიანი რაღაც რო დაკარგავ მე ხვდები რა რაღაც
სხვა რაკურსიდან რო შეხედავ, მე უფრო აფასებ სიტუაციას კარგად და სხვა რაკურსიდან რო შევხედე, აღმოჩნდა რომ ჩემი მემკვიდრეობა ამ ბიჭების სიყვარული არის. ანუ ხვდები ახლა რატომაც გადავდგი ის ნაბიჯი რა. ანუ ისე ისეთი მაგარი სიყვარული იყო ორმხრივი და არის დღესაც რომ ვერ ანუ ცოტა სხვა კუთხით უნდა მეფიქრა და შემეძლო მე ცოტა უფრო ჭვიანი ყოფილიყავი და ისეთი რა ცოტა აზრი დამეყოლებინა მაგ იმისთვის ამათაც ისე მოვაგვარებდით მაგ პრობლემას რომ არ შეექნებოდათ რა ბოლო ისეთ სისულელეზე სხვანაირ რჩევას მივცემდით რა გავიდოდნენ ამ ტეზე ბოლო სამი თვე ჩავარდებოდნენ რა მაგრამ იმ მომენტში ისე შევხედე რომ ვერ მივატოვე გასაჭირში და ზუსტად მაგის გამო რომ ეს სიყვარული და ეს ის რაც იყო და აღმოჩნდა მე რომ ეს უკანაც მივიღე აღმოჩნდა რა ისედაც ეგრე იყო მაგრამ დავინახე უფრო ხელს ხო აი ხა ავიცი ერთი წუთი და ერთი წამი არ მიუტოვები ვარ ამათ იმას და აი გამბავი რომ მოხდა გლოვა იყო რა აი ხა ხო რა სპორტსმენები მიდიან მამუკა გორგოძე წავიდა ნაკრებიდან და რა ვიცი მე ისეთი სახელები შემილია ეროვნული ნაკრებიდან კი არა ზოგადად სპორტიდან მიდიან რა ლეო მესი წავიდა ბარსელონიდან ბოლო და რა ჩემი წასვლა რა იყო მაგრამ აინც ეგრე გულთან ახლოს მიიტანეს და რაღაცა და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დედაჩემი როგორ დაიცვალა რამდენი დღეც არის ეგრისა რა მე მგონი დღე და ღამე იქ იყვნენ იმიტომ რომ მე თავი ისე მე არ ვიყავ იმდენი ხანი რამდენი ხანიც ერთელი ნაკრების ბიჭები იქ იყვნენ მართლა წარმოიდგინე. ასე რომ მაგითხვაზე პასუხი გაცემულია და სადა უბრაზდებოდი რა რაღაც პერიოდში ხალხი ზოგონთ ისე ბოროტულად კი არ იმაშობოდნენ ბიჭებს თხოვდნენ რომ აი რაღაცა გვერდში რატო არ დაუდექით ისე მაგრამ რაც შეიძლებოდა ამათ გაეკეთებინათ იმაზე მეტი გააკეთეს რა. რა უნდა ეკნათ ეხა რა რომ გააპროტესტებდნენ რომ იტყოდნენ სიტყვაზე რომ არ გავდივარ სათამაშო ძალიანაც გაუხარდებოდა როლ დრაგვის საქართველოს ნაკრები თუ არ გამოვიდოდა სათამაშოდ აი ძალიან გაუხარდებოდა დამიჯერე მაგაზეც კიდე დაამატებდნენ დისკვალიფიკაციას რომ უარი თქვეს თამაშზე ალბათ. ძალიან ჩასაფრებულები არიან ეხა ისე კი არ მინდა გამომივიდეს რომ რაღაცა გვებძვიან და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი აზრი ხო შემიძლია ვთქვა, ხო შემიძლია სულ ჩემი აზრით გვებძვიან რა სულ არ უნდათ. ეხა მაგათ საქართველოს ყავდეთ სათრები, როცა შეუულიათ ვიღაცა რა, ბევრად უფრო ისეთი ქვეყანა რაც მაგათთვის კომერციულად მომგებიანი იქნება, იმ ქვეყნებთან იყვნენ თულად ვიდრე საქართველოს ეხა რაღაცა შეუჭამეთ, twin ხან იმას მოუგეთ, ხან ამას მოუგეთ, ხან რაღაცა რა, მოკლედ ეკალი ვართ მაგათთვის, მაგრამ უწევთ. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ურთიერთობა გაცილებით მეტია ვიდრე შეიძლება ჩვენ შორიდან დავინახოთ თუმცა მახსოვს ის ვიდეო რომელიც ვირუსულად გავრცელდა როცა შენ 2 წლის შემდეგ პირველად დაესწარი თამაშს და იქ ჩანდა ჩემი აზრით მთლიანად აი ის დამოკიდებულება რაც ბიჭებს შენს მიმართ ჰქონდათ როგორი ჟესტითაც შეგხვდნენ აი ამ დღეზე შეგიძლია მოგვიყვე როგორი ემოცია ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საყვარელი მოგონება იქნება რა, ეხლა რომ გადავხედო რაღაცებს გამარჯვებას იმას, ეგ მომენტი, ეგ რეალურად ეხა ის არის რა. როგორ თქვა, ძალიან მცირედი არის. რაც უბრალოდ საჩვენებელი კი არა, უბრალოდ გამოხატავს რეალ ძალიან აისბერგი როგორც არის რა. ჩვენ მარტო თავს ხედავ და ქვევით უზარმაზარი 100 ჯერი მხელა რაღაცა არის ქვევით. ეგრე არის ეგეც, მაგრამ ეგ ფაქტი მაინც და ისა ჩემთვის გულზე მაინც სხვანაირად მომედო და სხვანაირად ადგილი დაიმკვიდრა ჩემ გულში მაგიმან რომ სენსიტიური იყო რა ეხლა ჩემთვის მოედანზე მისვლა ამდენი ხნის მერე ის და უცებ ეგეთი ჟესტი ძალიან გამიხარდა რა შეიძლება რაღაცა ეგოისტურია ის არის რაღაცა რა სისუტე არის შეიძლება რომ გამიხარდა მაგრამ გამიხარდა ხო არ მოვიტყვები ძალიან გამიხარდა და მესიამონა სულ იმას ამბობდი რომ ვერ შევეგუე რომ მან აღარ ვარო და ვიცი რომ ფანატიკურად გიყვარდა რაგბი და გიყვარს დღემდე დარწმუნებული ვარ არის შანსი რომ 11 წლის შემდეგ მენეჯმენტში მაინც გიხილოთ არ ვიცი 11 წელი დიდი არის არ ვიცი ანუ კავშირის გაწყვეტას გულისხმობს დრო ისე მალე გადის რომ მართლა არ ვიცი 11 წელი გუშინდელი ვით მახსოვს 15 წლისიდან 15 წლისიდან რაც ვფიქრობდი და ისე მალე გადის არ ვიცი სიმართლე ჩემ თავს მანდ ვერ ხედავ რა მაგრამ თუ რაღაცით შემეძლება რომ რამე სარგებელი მოუტანო რა აქვს რაც ამ ამბავში მონაწილეობით ცოტა ზიანი მივაყენე სად ვარ მაგისთვის მაგრამ
ამ მომენტში ვერ ხედავ მაგას. ანუ ეს რაღაც შორეული ოცნებაც არ არის, რომ მენეჯმენტში იყო გირჩევნია, რომ თუ იქნებოდა ყოფილიყო ისევ იგივე, ხო? შედარება არ არის ხო, ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი მოდის ის, მაგრამ ნელ-ნელა ეხლა რაც დრო გადის ცოტას უფრო ვერევი და ხარშავ და ვეგუები ამ ამბავს რა. მარტივი არ არის, მაგრამ დრო მართლა შვება თავისას რა. აი რაღაცა ისეთი ქიმიური პროცესები მიდის ადამიანის ორგანიზმში, რომ გეხმარება, რომ აი ყველაფერი იმას, მაგრამ შენ თვითონ არ უნდა დაიმძიმო ეხლა რა. აი ამ დრამაში თუ ჭაობში რაც რო ბევრ სიფართხილებ პროგრამა ჩადიხარ, ხო იცი და აი ამ დრამაში ხა მე თუ ყველა ჯერზე რაღაცა დავიმატე, მერე ვატყობ ხოლმე ეგეთ პერიოდებში ხომ მქონია, ვატყობ ხოლმე რომ უფრო ცუდად ვარ და ეხლა ვცდილობ რომ ჩემ თავსაც შემოუძახო რომ არა უშავს და თან რადგანაც ეხლა ალბათ მომავლის თემა არის, ხა მან გექნება ეკითხვა დარწმუნებული ვარ, MMA დამეხმარა მაგაში მოკლედ რო ვთქვა. ვიდრე MMA-მდე მივალთ, მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს მოხვდი შენ ეროვნულ ნაკრებში და 2017 წლიდან გახდი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი, ხო? მომისმენია შენგან, რომ კაპიტანი არ არის მხოლოდ კარგი მოთამაშე და არის გუნდის ინტერესების დამცველი, ასევე გიწევს რომ იყო მედიატორი ერთგვარი მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის და ხო, აი ეს როლი მაინტერესებს, როცა ესეთ ახალგაზრდა ასაკში ესეთი პასუხისმგებლობა დაგეკისრა, რა იყო ეს შენთვის მაშინ? რა გამოწვევები იყო, თან ისე მოხდა, რომ მამუკა გორგოძის მერე მომიწია კაპიტნობა, კიდე საერთო ჯოჯოხეთი, სტანდარტი რომ აღლა არის და მიდი და ეხა მამუკა სტანდარტებს აუბი მხარი ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ისევ მან ბრუნდები რა, არ არსებობს არც ერთი ლიდერი და არ არსებობს არც ერთი კაპიტანი მით უმეტეს კარგი კაპიტანი და კარგი ლიდერი, რომელსაც გუნდი ვისაც ლიდერობს, ხელს არ უწყობს. ხო. ეს ბიჭები იმდენად ხელს მიწყობენ, მაშინაც ჩემზე გამოცდილი ბიჭები იყვნენ პირველად ნაკრებში, ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ გამეკეთებინა ჩემი საქმე, ის ხარისხიანი და ეფექტური და მაგიტო ადვილი იყო, თორე ხა ის რო ყოფილიყო, რომ შიგნით რაღაცა ისინი რაღაცა წინააღმდეგობები რო ყოფილიყო, გამორიცხული იქნებოდა, რომ ვერ გამოვიდოდა ჩემი კაბინეტი. ანუ პირიქით ხელშეწყობა დაგვხდა და ნუ რას ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მნიშვნელოვანი არის გამოცდილი ბიჭებისგან რა. იგი იყვნენ ბიჭები, ვინც ჩემზე გამოცდილები იყვნენ, ჩემი მაშინ გაკაპიტნება, სხვა ის ქონდა. მე მაშინ კაპიტნობის და პატარა ვიყავი იდეაში. მაგრამ გრძელვადიანი გათვლა ქონდათ მაშინ მწვრთნელებს. რომ აი რაღაცა, ეხა თუ კაპიტნად დავნიშნავ, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ მე მაგას, თორემ მაშინ ეგრე მაგ პერსპექტივით დიდად ვერ უყურებდი. თუ კაპიტნად დავნიშნავდნენ, მე გავიდოდა რამოდენიმე წელი და უკვე გამოცდილი ხარისხიანი ისეთი კაპიტანი შეიძლებოდა ყოფილიყავი და ეს ეხა ადავისინი ვართ, ყველა სადღაც ვუმუშავი, ეგ შეიძლებოდა აბსოლუტურად შეუულებრივად გამოცდილი მოთამაშეებისთვის ის ყოფილიყო, რომ ეს ბავშვი დაგვისვითა კაპიტნად 25 წლის 23-ის თუ რამდენისაც ვიყავი 24-ის, მაგრამ ეგ არ გააკეთეს პირიქით რა. ყველანაირი გარემოება შემიქმნეს იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყავი და პროცესი გამართული ყოფილიყო და ასე რომ კიდე ერთხელ სახელებს არ ჩამოვთვლა, ბევრნი იყვნენ მაშინ გამოცდილები ჩემზე. დიდი მადლობა ყველას და მაგრამ რეალურად ჩემი ფსიქიკის განვითარებაში და მე იმის ჩამოყალიბებაში რაც დღეს ვარ, მაგ ადამიანებს ძალიან დიდი წვლილი აქვს თავისი არიგით პატარ-პატარა და რაღაც მომენტში დიდი საქციელებით. ხო. აი როცა წლები გაქვს გატარებული შენ თვითონ გუნდის გაერთიანებაში, მხარდაჭერაში, როგორია ის შეგრძნება, როცა შენ ხდები ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა და აი შენ რომ მესამე პირში ყოფილიყავი ამ ამბავში, როგორც კაპიტანი და სხვებს რო დამართნოდათ ეს, შენ რა პოზიცია გექნებოდა? აი მაგას ვიზახი, ეგ იყო ყველაზე მეტად სასიამოვნო და ყველაზე მაგრად ამ პერიოდში რამაც გამაძლიერა და მანუგეშა და იყო ეგ რო ეგ რაც მე რა დამოკიდებულებითაც ვიყავი და რა თავგანწირვითაც ვიყავი ბიჭებისადმი, ეგ ყველაფერი მე უკან მივიღე. ყველა ოჯახში არის ხა მახინჯი, ხო ისი, ეგეთი გამონათქვამია და არ გაიქცევი ხა. არ არსებობს ეგრე რომ ყველა ხა 70 კაცი თუ რამდენიც ვიყავით თავის სტაფიანია თუ ერთი კაცი რო არ გამოერს, არ არსებობს. მაგრამ ნუ ძირითადი მასა რაც არის რა, აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ღირსეული და ისეთი მადლიერი და საყვარელი ხალხია დღემდე ჩემთვის და ეგრე იქნება სანამ ცოცხალება. და სხვებს რო დამართნოდოთ, შენ რას ეტყოდი როგორც კაპიტანი იგივე? მან თოიც
მან სიტყვები ვერ შვება ვერაფერს რა. იგივენაირად მხარს დაუჭერთ. აბარა, სიტყვები მან ვერაფერს ვერ შვება. რა ვის რა უნდა ეთქვა ეხა ჩემთვის რომ გავემხნევებინე რა. აი ეს გამო ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება მაგ მომენტში მაგის მოსმენაც მაგრამ არ გინდა როცა ეგეთ ჯოჯოხეთში ხარ და შეიძლება უფრო გაგაღიზიანოს მაგანაც. მაგ დროს გირჩევნია რომ არავინ არაფერი არ გიხდა და შენთვის თავში რაღაცეები იფიქრო, მაგრამ მეც ვერა ის თქმით ვერავის ვერაფერს ვერ ვეთყოდი, მაგრამ მაგათ გვერდს არ დავტოვებდი რა, როგორც თვითონ არ დატოვეს ჩემი გვერდი. დღეს ხარ 33 წლის, შენს ანგარიშზე არის 104 მატჩი, აქედან ნახევარი 52 არის კაპიტნის როლი. ეს არის რეკორდული საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში. აი, ასეთი აღმასვლის, ასეთი წარმატების შემდეგ მაინტერესებს, როგორ გქონდა წარმოდგენილი კარიერის დასრულება. ერთი რაც ზუსტად ვიცი არის, რომ 3 მსოფლიო გაქვს ნათამაშები და გინდოდა რომ 2027 წლის მსოფლიოზეც ყოფილიყავი. მაგრამ აი ამის შემდეგ შენი წარმოსახვით რა იქნებოდა? მაგის უჯერებად არ ვიყავი. ხოიცი რაღაცაზე ფიქრი რო არ გინდა, დებ რა, მე ვიფიქრებ და ჯერ ვიცოდი რომ დრო მქონდა კიდე რა, ერთი მაგ მომენტისთვის 3 წელი მინიმუმ 4 წელი შეიძლება 5-იც და მეთქი ჯერ ჩემი ფოკუსი იყო რომ სოფლიო ჩემპიონ ბოლო სოფლიო ჩემპიონატის ვერ წავიდა ისე როგორც მინდოდა. ვერ მქონდა ისეთი პერფორმანსი როგორიც სადაც ვიმსახურებდი რამდენიც ვიშრომე და მქონდა მიზნად რომ აი 2027 წლის სოფლიო ჩემპიონატი და მერე დავფიქრდები თქო მაგაზე ესე ვფიქრობდი რა. მაგრამ სამწუხაროდ კაცი ბჭოდა და ღმერთი იცინოდა. არ შედგა ჩემი სოფლიო ჩემპიონატის თამაში. და ნუ აი ყველაზე სუდი და მტკივნეული სპორტში ეგ აქვს რა. მაგრა ჭირდება სპორტსმენებს რეალურად დახმარება. ვიღაცები არიან ნიჭიერები და თვითონ ახერხებენ მაგის გადახარშვას, მაგრამ ძალიან მტკივნეული არის. არველაძეს აქვს, შოთი არველაძეს აქვს, ნათქვამი რომ ორჯერ კვდები. მართლა ორჯერ კვდები რა. ერთხელ კვდები რომ კარიერას დაასრულებ, იმიტომ რომ ის ადამიანი მოკვდა. აი როგორ რამე არის, აი ერთი ადამიანი უნდა დააძინო ესე და გარდა დამარხო და ახალი ცხოვრება დაიწყო სხვა ადამიანით. აი რაღაც აი კი ვიღაცა იტყვის ახლა რომ ხომ არა იქ რაც ნაღვაწი გაქვს და ის ხო გამოყვა აქეთ. აი ცოტა კი გამოყვა, მაგრამ ის აღარ ახარ რა დარჩა მაინც უკან. აი ცოტა მშობლების ნაღვაწი რომ მიყვევათ ხოლმე შვილებს ეგ ის არის რა. აი რაღაც აი მაგარი მშობელი რო ყავს და ისა და აი შენი მშობლის ხათრით რომ ვიღაცას უყვარ ხარ და აი ეგრე არის ისე შენი კარიერის ხათრით ვიღაცას აკეთებს უყვარ ხარ, მაგრამ შენი კარიერა აღარ არის რა. ხო. შემდეგ უნდა გააგრძელო უკვე შენ ფაქტობრივად ნოლიდან იწყებ. ეხლა ინდუსტრიასთან ვიყავი იმაში რა ქვია YouTube channel-ზე და მანდ ვიძახდი რომ აღმოვაჩინე რომ ცხოვრება არ ვიცოდი, წარმოიდგინე. ჩვეულებრივი სტანდარტული ცხოვრება როგორც ჩემი ძმაკაცები რაგბის გარეთ ცხოვრობენ არ ვიცოდი. აი რა უნდა დამეწყო დილა ისე რომ რაღაცა და მე აი შუა დღეს არ მომეწყინა თუ რაღაც აი დამეძინა, აი არ ვიცოდი რა, ეს სტანდარტული ცხოვრება არ ვიცოდი და ნუ ეხლა უკვე ვისწავლე ცოტა. და როგორია ეს სტანდარტული ცხოვრება დღეს? ნუ განსხვავებულია რა, წარმოვიდგინე პროფესიონალური სპორტსმენის კარიერა რა არის რა, დილას დგები. ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ შენი სხეული და შედეგი იყოს უკეთესი. სხვა რაღაცები ძირითადად ეხა კი არის ხა ოჯახური რაღაცები როგორ არა, მაგრამ ძირითადი ყველაფერი არის აი მომართული ამაზე. რომ რაღაცა დილას შეჭამ, წახვალ ივარჯიშებ, შეიძლება არ ჭამო, იმიტომ რომ რაღაცა ცხიმი დაიკლო ან წონა დაიკლო, ივარჯიშებ, მერე კიდე ივარჯიშებ, მერე დაისვენებ, იმიტომ რომ დასვენების მერე შეჭამ, დაისვენებ, იმიტომ ისვენებ, რომ მერე კიდე ივარჯიშებ, მორჩები ამ ვარჯიშს და ფიქრი გაქვს რომ ეხა რაღაც რაც არის მოვარჯიშის მორჩილობაზე 5 საათზე 5 საათიდან დილის 8 საათამდე გაგვიყვება რომ ისევ დაისვენო რომ ისევ ვივარჯიშო. და ეხა აი ეგ ფიქრი რომ გამომეცალა რა, აი რისთვის დავისვენო რომ აღარ იყო. აი ან რისთვის ვივარჯიშო არ იყო, აი კაი ფორმაში ვიყო გავიგე, მაგრამ რისთვის დავისვენო რა, შუა დღეს რისთვის დავიძინო რომ რა. და რაღაცა უკვე სხვა არის ხა სპორტსმენობა მატერიალური მდგომარეობას თავისთავად. ეგეც ერთ-ერთი ძალიან რთული გამოწვევა არის რა. ხო, საერთო საქმეა, რომელსაც უნდა გადაერთო, წარმოიდგინე რომ შემოსავალი ის ძალიან რთული არის, მაგრამ მოხერხებადია. და ადრე ადამიანი მაინც ისეთი რა, კეჭეჭი არსება ხარ, რაღაცას მაინც ახერხებ რა. კი, სამომავლო გეგმებზეც აუცილებლად კითხავ, მაგრამ მანამდე მინდა რომ
ცოტა მივუბრუნდე იმ ძიმე დღეს, თუმცა ტექნიკური ნიუანსები არ მაინტერესებს, მთლიანად ემოციური კუთხე მაინტერესებს. აი ის დღე, როცა 2024-ში ფიჯის თამაშისთვის ემზადებოდით, ხო, როდესაც შენ წარმომადგენლებმა დაგიბარეს და მანდ გაიგე პირველად სიტყვა დოპინგი, ხო, ესე იყო. მაინტერესებს აი ეს სიტყვა რო გაიგე, შენი პირველი ემოცია, პირველი ასოციაცია რა იყო? საერთოდ თუ დააკავშირე იმ ამბავთან თუ გახსოვდა? აი, რაღაცა იმეში მოყევი, ანუ თავიდან მეთქი გეშლებათ მეთქი, მე ვიძახდი რომ მეთქი, ხო იცი რა მიცნობდი. ანუ ვერ დააკავშირე საერთოდ. ვერ გავიხსენე ეგის, ვერ იმას ვქენეთ, გეშლებათ მეთქი უეჭველი თქო რა. რომ ითხრეს მე რომ შარდის გასვლა თუ რაც ქვია, სინჯის გასვლა თუ რაც არის და ან უკვე დამარტყადენმა და მაგის მერე ხო. იცი რა მაინტერესებს კიდევ, ხან დაუდევრობა დაუძახე ამ ამბავს, ხან იმას ამბობ, რომ აი ვიგო იმეთყვევამ ერთად, მაგრამ მაინტერესებს დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა აი გადაფასდა ბევრი რამ. აი რაში ხარ დამნაშავე შენი აზრით, აი ეს ერთი სიტყვით რო თქვა, რა არის ის მთავარი, რაც შენ მართლად დააშავე? ამ გადმოსახედიდან სხვა არის, აი სულ აი მაგაზე მეც მიფიქრია და ამ გადმოსახედიდან სხვა არის რა, ეხა სულ სხვა ხედით ხედავ ყველაფერს და იმ გადმოსახედიდან სულ სხვა იყო. აი ხა როგორ არის? ეხა არის რომ აი გოიმობა ყველაზე მეტად ეხება რა. აი მართლა რა, როგორი ის არის, იცი, აი ფილმისთვის გიყურებია რაღაცას და აი მაგარ სისულელეს რო აკეთებს პერსონაჟი და ვაიმე რა დები შე რო იცი რა იგით რა ხდება მეორე მხარე რა დებილობას აკეთება გადართვა რო გინდა რა აუ შეიძლება რომ გათიშო ფილმი რომ აუ რა დებილი ხო რა დებილია აი რა რასაკეთებ აი რომ აეგრე არის ეხა რომ აი რა დებილობას აკეთებ არის ეხა მაგრამ იმ მომენტში სულ სხვა ის იყო ხო რაგბი ესე ფანატიკურად რომ არ მყარებოდა ესე არ დავიტანჯებოდი და ასეთი ტრაგედია არ იქნებოდაო ამასაც ამბობ ხოლმე და იმასაც ხო ხშირად ვისმენთ რომ რაგბს აქვს განსაკუთრებული ხასიათი ის რაღაც სპორტული ჟინი უტეხი ხარ ადამიანი და რაღაც უფრო ძლიერი დაგეხმარა ეს რაგბით გამომუშავებული მახასიათებლები იმაში რომ თვითონ რაგბს გამომშვიდობებოდი არ ვიცი ხა სავარაუდოდ დამეხმარა ხა ეგ ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ ხო შეიძლება ალბათ რომ უფრო სასუსტარკვეთილებაში ჩავარდნილიყავი რომ ეგეთ რაგბი რო არ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში რა. ხო. და უფრო რაღაც სისუსტეები გამომეჩინა და რა ვიცი მე რაღაცა ვიცი. ამეკნა არ ვიცი, მაგრამ ამის სისულელე გამეკეთები. მაგრამ ნუ რეალობა ეგ არის რომ ყველა ადამიანს ადრე თუ გვიან თავისი საკბილო გამოწვევა ცხოვრებაში უდგება. ვიღაცებს ადრე, ვიღაცებს გვიან. მაგრამ იმისაც მჯერა რომ ღმერთი არასდროს არ უგზავნის არავის იმაზე მეტ გამოწვევას, ვიდრე იცის რომ იმ ადამიანს შეუძლია გაუმკლავება. აი ის არის ახლა ლადის მინდა მადლობა უთხრა ლადი არის ჩვენი კით მენეჯერი ხა რა და იტალიასთან მაქვს ეგ სიტყვები ნათქვამი და იმაზე რა ქვია მაიკაზე დაპრინტა მე მაისურზე ჩემ 12 ნომერ მაისურზე დაპრინტა და ეხა ოთახში უკიდია ლადი ჩემი ძმა მადლობა დიდი პატივი არის ჩემთვის ესეთი რამე მაქვს ნათქვამი რომ ყველაზე რთული დავალებები ეგზავნებოდ ყველაზე ძლიერ ჯარისკაცებს რას რო რთულია შენ ცხოვრებაში დავალება და გამოწვევა ესე იგი შეგიძლია ჩათვალო რომ შენ ძლიერი ჯარისკაცი ხარ და ხალხო ესე ამით იმის თქმა მინდა რომ ზოგს ბევრად უფრო რთული გამოწვევები აქვს ვიდრე მე გავიარე და მქონდა ეგ შეფასება მაგაშიც დავწუნდი რომ არასწორი არის აი ეს რომ კაი შენ რა გიჭირს ხალხს ისეთი უჭირს ეგ არ არის სწორი იმიტომ რომ იმ მომენტში შენ ისე მაგრად შენი გასაჭირია რომ შენთვის ეგ მაქსიმუმი ზედა ზღვარია რა მაგრამ ვიღაცა შეიძლება მართლა ესე უფრო დიდი გასაჭირი ქონდეს დარდი არ იზომება მიზეზით ხო არ იზომება მიზეზით მაგრამ იცოდეთ რომ თუ ეგ გამოწვევა გამოგეგზავნოთ ესე იგი ღმერთის მიერ დაწერილ ალგორითმში
თქვენ გააგზავნო რომ მაგას გაუმკლავდეთ. და შემოვიდა რკენა, რომელსაც გვირაბის ბოლოს სინათლეც კი უწოდებ. ჩემთვის ძალიან დიდი რა. ვიცი რომ ვერასდროს ვერ იტანდი წაგებას. და ხო, და ის მოგება უფრო მეტად იმიტომ გიხარო და რომ არ წააგე, ხო? მე გეტყვი ჩემ ხედვას ახლა მე როგორ დავინახე ეგ ამბავი და შემიხარი თუ ეგ. მგონია რომ აი სპორტსმენებს რო უყურებ ხოლმე შორიდან, ხო? აი მაყურებლის თვალით. ნუ წაგების დროს საშინაო მდგომარეობაში ვარდებიან, მაგრამ იციან რომ კიდე არის წინ სხვა მატჩები და თითქოს სულ ათანაბრებენ ამ ანგარიშს, ხო? ხო, რაღაცა გამოსწორების ვარიანტი. ანუ ერთ თამაშს წააგებ, მეორეს შეიძლება მეორეს წააგო, მაგრამ იცი რომ გამარჯვებები კიდე წინ არის, ხო? შენ შემთხვევაში მე მგონია რომ აი რაგბი რო ესე უსამართლოდ დასრულდა, რკენა იყო ის, რომელმაც მოგიტანა ეგ ბალანსი, რომ აი იმ წაგებას მე აი ამ მოგებით აბალანსებ ეგრეა? ეგრეა უეჭველი. ანუ აქ მოგეცა იმის საშუალება, რომ ის მარცხი თითქოს გამოგესწორებინა. ეგ ჩემი მთავარი ბევრი мотиваციები მქონდა ამ გზაზე პატარ-პატარა ადამიანური თვითონ რკენასგან, რკენას ბიჭებისგან, რკენას გოგოებისგან, ბევრი სხვადასხვა мотиваციები მქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი რატომაც ეგ შუქი ამოვიდა ჩემ ცხოვრებაში იყო ის, რომ აი ესე დამარცხებული არ წავა სპორტიდან და ხალხის თვალსაჩინარიდან რა, თუ წავალ აი რაღაცაში შეიძლება უშნოდ, არაპროფესიონალურად ისე, მაგრამ აი რაღაცას მაინც აღარ მოვიგებ, აი ეგ იყო, აღარ მოვიგებ თუ არა შევეცდები რომ მოვიგო, შეიძლება ვერ მომეგო და ძლივს მოვიგე, მაგრამ კიდე ხელი მომტეხა. არმბარი. ხო. მაგრამ ნუ ხო რა, ეგეც ის იყო რომ მანდაც ისეთი გამოწვევა შემხვდა რა. შეიძლებოდა მანდ ხა ოპონენტის არჩევა რომ მიდიოდა, შეიძლებოდა რომ ვიღაცა ის დებიუტანტი ყოფილიყო და ასე შემდეგ და რაღაცა უფრო მარტივი ჩხუბი ჩანიშნულიყო. მაგრამ ეგეც არ მიდოდა, მაგისეც მომერიდა ეხლა რომ ძალიან სუსტი მეტოქე რომ ყოლოდა არ იქნებოდა მაშინ რა აზრი აქვს ხო ძალით რომ რაღაცას მოგაგებინებენ ეგ რა ისა და ისეთი მეტოქე აირჩა საბოლოოდ რომ ჩემზე რაღაცა კი, საკმაოდ დიდი გამოცდილება ქონდა. მესმის ეხლა რომ ჯონ ბოუნ ჯონსი არ იყო და სუპერ ათლეტი, მაგრამ გამოცდილების კუთხით დებიუტანტისთვის ყოველ შემთხვევაში ესე იყო რა, ბალანსი ესე იჯდა. მე უკეთეს ფორმაში ვიყავი ფიზიკურში, იმას ბევრად მეტი ჩემზე გამოცდილება ქონდა და აი მე რაღაცნაირად შევეცადე რომ ეს გამოცდილება დამეცია და აი მაგით შევძელი გამარჯვება, თორე ძალიან ისე იყო რა, იყო იქ მომენტი რომ შეიძლება ძალიან სოდასრულებული. თან იცი რა არის რომ აი რაგბის მაყურებელი და გუნდური სპორტის გულშემატკივარი რომ მოდის საგულშემატკივროდ ხო? მოდის აი ქვეყნის სახელით გულშემატკივრობს, გუნდს გულშემატკივრობს და აი რკენაზე შენთან მოვედით, ანუ პირადად შენთან მოვედით ათასობით ადამიანი და იმის მიღმა კიდე ეკრანს მიღმა რამდენი ადამიანი, ხო? და მე არ შემიძლია რომ არ გავიხსენო ეგ დღე, იმიტომ რომ მე პირადად ახლა მე რატომ უნდა წავსულიყავი MMA-ს საყურებლად, ხო? ტელევიზორშიც თუ გამოჩნდება და აი რო ვერ უყურებ, თან საკმაოდ ისეთი სპეციფიკური სპორტი არის, ყველას არ შეუძლია ყურება, ხო? მე მახსოვს რომ ისეთი ჩართული ვიყავი მე თვითონაც და ისეთი ადამიანებიც აი ცხოვრებაში რო არ გავუხედავთ მაკეთკენ რომ შენთან ერთად სუნთქავდით ოღონდ მართლა და აი არ ვიცი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეგონა რომ მე ვიყავი იმ ოქტაგონზე მართლა ზუსტად მაგმიზეზის გამო აი არ ვიცი მაგაზე უფრო დიდი რამე რა შეიძლება მოხდეს სპორტსმენის ცხოვრებაში ზუსტად მაგმიზეზის გამო რომ აი ეგრე ძალიან მაგრა ხახმა ჩემ მდგომარეობაში შემოვიდა და ეგრედ მაგას ერქვა აი მაგ დღეს და მაგ მომენტს და მაგ ამბავს ერქვა აი სიტყვა გულშემატკივრობა აი ზუსტად რას არის რა შესატყვის აი გული შეტკიოდა ხალხს რაც მოხდა და ჩემზე აი მაგაზე უფრო ძვირფასი რა უნდა იყოს სპორტსმენის კარიერაში ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად რა. აი ეს ემოციები რო გაიხსენო კულისებიდან ოქტაგონამდე რო გამოდიოდი, აი რას ფიქრობდი? მგონია რომ იმასთან ერთად რო გულშემატკივრობას გრძნობდი, რომ ყველა შენთან ვიყავით, ხო? წნეხიც იყო ეს, იმიტომ რომ თითქოს უფლება არ ქონდა რომ წაგეგო. ანუ უფლება არ ქონდა იმ დღეს შენ რომ წაგეგო. აუ, სიმართლე თუ გაინტერესებს, ეგეთ მაგ მომენტში ხა, ეგეთ მომენტში სიკვდილზე გამოდიხარ რა. ხო.
ანუ მზად ხარ რა, ეხლა ვიღაცას რაღაცა რა, იარაღი რო დაედო, შუბზე დაეთქვა, რომ წააგებ თუ გესროლო, მესროლე ულაპარაკოთ. აი პირველი რაუნდის შემდეგ სანამ მეორე დაიწყებოდა შესვენება, როცა გქონდა, მახსოვს რომ ბევრი ადამიანი გეხვია თავს ეს სტაფის წევრები, რას გეუბნებოდნენ? ნუ მან ეხა ტექნიკური რაღაცეები არის, მან სუფთა ისე. ანუ ის იყო რომ აი რაღაცნაირად გამშვიდებდნენ, გაგულიანებდნენ, რომ აი მეორე რაუნდში ნუ ეგეც მათ შორის არის, რომ რაღაცა დაღლილია, ასე შემდეგ და ტექნიკური რაღაცეები და ეხა მან ის იყო რომ შევებს რომ შოვი მოგვიგო რა მან ტექნიკური ამბავი. ანუ ემოციური შეგულიანება მან არ ხდება? ნუ ჩემშევთი ერთი წუთი იმდენად ცოტა არის რომ მე ხა როგორ იყო ემოციური შეგულიანება, ემოციურობა ისედაც არ მაკლდა მაგ იმაში, უფრო ტექნიკური ცოდნა მაკლია ხა MMA-ში ზოგადად და მაგ მიმართულებით უფრო მომცეს ჩევები რა. რაც საბოლოო ჯამში გამომადგა. ხო, და გამოხვედი Kanye West-ის მუსიკით Runaway. ხო, ეს გათვალე ჩვენ წინას. აი რატო აირჩიე ეს სიმღერა? გამოხატავდა რამენაირად შემდგომი. ემოციურ დონეზე გამოხატავდა. მე თან რაღაც ჩემ შინაგან მე ისედაც ეს სიმღერა ჩემთვის საყვარელი ერთ-ერთი ის არის რა. ცოტა შორის ისეთ კაი რაღაცებს მახსენებს. მე და ჩემი ძმაკაც ლემონ გოგოლაშვილი ვიყავით 7 კაცა ნაკრებში, მაშინ ლონდონში, ნუ ბრიტანეთში ვიყავით და ტელეფონში ჩართო ეგ მუსიკა რა. ხო. ჯერ ახარ სულ ახალი იყო iPhone-ი, ძალიან ახალი ამბავი იყო, ჩართო ეგ და ნახე რა მაგარი მუსიკა არისო და მაგრამ მომეწონა პირველივე მოსმენას. და რაღაცნაირად ხო არის ადამიანები რომ რაღაცა მოგონებას და პლუს ეს მუსიკა ხო რაღაცნაირი ცოტა არა გამქვეყნიური რაღაცა არის რა. რაღაცნაირად ისე ჩავეჭიდე მაგ იმას რომ ეგ დღეც და ეგ რაღაც მიყვარს ეგ პერიოდის და მე აერთელი ის და ისე მოხდა რომ მე მაგ მუსიკაზე უფრო ჩემი და თან რომ ამ სიტუაციას დააჯდებოდა და ყველაფერს მოუხდებოდა არ იყო სხვა არც ერთი. ნამდვილად ძალიან მოუხდა რაღაც ისე გამოხვედი რომ ეს აურა მოყვებოდა ზუსტად და თითქოს სწორად იყო შერჩეული. იცი რა მინდა კითხო წეღან ვახსენე რომ ძალიან სპეციფიკური სპორტია თქო, იმიტომ რომ მართლა ბევრ ადამიანს ჩემი რგლი უყურებაც არ შეუძლია. ხო, ჩემი რგლი ხალხი ხვდება ეხლა და გეხვეწები არის თქო მეუბნებია რომ აღარ შეგვიძლია მაგის. იცი რა მაინტერესებს შენ პირადად ეხლა ნუ ყურება კიდე სხვა არის, შეიძლება მანამდე უყურებდი, ესეც მაინტერესებს თუ იყავი გულშემატკივარი. მაგრამ აი შენ თვითონ რაღაც მაინც ადამიანის დაზიანება არის ხო იმ მომენტში მიზანი კი არის ეს საბრძოლო ხელოვნება. აი შენ რა განცდები გქონდა ამაზე რომ უნდა გერტყა ვიღაცისთვის და ერთი მოგეგო. ეს განცდები უფრო ის არის რომ აი რაღაც მომენტი მახსოვს რომ აი ბოლოს მაგალითად რა. აი ხვდებოდი რომ აღარ შეეძლო ამ შემოწინააღმდეგეს. და იმასაც ხვდებოდი რომ აღარ იყო აუცილებლობა რომ უფრო სარცველოდებოდი რომ მეთქი ეხა როდის გააჩერე აღარ იყო აუცილებლობა ამის დაზიანების და ამისის და რაღაც ეგ მომენტა ბევრი იქნება მე კი არ ვარ ეგრე რამდენსაც გინდათ იმდენს ეხა ვინც ჩახედული არის MMA-ში ვიდეოები არსებობს მილიონი რომ აი მოწინააღმდეგეს რომ გათიშავენ და აი აღარ ურტყავენ იმიტომ რომ ეგ მომენტი ეხა ადამიანები ვართ რა აღარ არის საჭირო რომ კიდე უფრო ზემოდან დააზიანო, როცა იცი რომ დაზიანებული ყავს. და ეგ მომენტიც არის, ხა ცოტა ის არის, მაგრამ სპორტია საბოლოო ჯამში, მაგას სიბრაზის და რაღაცის გამო კი არ აკეთებ, სუფთა შედეგის გამო აკეთებ და ეს არის რა, მაგის გამო ვინმეს გაკიცხო არ შეიძლება. რა, ეგეთი რაღაცების მსმენია, რომ აი როგორ ჩაარტყა გათიშულზე, მოგება უნდა ეხა კაც და შენ არ ჩააგარტყავ და შეიძლება იმან ჩააგარტყას. ხო, ცოტა რთული ახსაქმელია უბრალოდ. ხო, ცოტა. აი ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება ქონდათ შენ რომ უნდა გასწავლო. და ყველას რავით, მაგა უჭაღარავდათ და ცუდად არის, აღარ უნდათ რომ ვიჩხუბო ენერგიულობა. აი ეგეთი რაგზეც ეგრე იყვნენ, მაგრამ რაგზე უკვე მიჩვეულები და მე ხა იცოდნენ რომ მაგას რომ მეუბნებიან ხოლმე მაგ დროს მინდა რომ ვიჩხუბო რა რომ ნერვიულობენ რომ ვინმე მარქცემოს და აი რაღაცა და რაღაცა ეგის რო ის მიჩნდება რა ქვია პროტესტი თუ აზარტი რომ აი და რაღაცა მაგრამ ნუ ხო და ბრძოლის დასრულებისას შენი ოჯახი არაერთხელ ახსენე და გამარჯვება მიუძღვენი დედის ხსოვნას, რაც ასევე ძალიან ემოციური იყო და ვიცი რომ შენთვის ოჯახი მამოძრავებელი ძალა არის და იყო ყოველთვის და შენი კარიერის ყველაზე მძიმე მომენტშიც თავს იმით იმშვიდებდი და ნუ ეს ძალიან ბუნებრივია რომ
კი ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ ის მაინც ხო არის, რომ ყველა ერთად ვართ და კარგად ვართ, ხო? ძალიან ფაქიზი თემაა და მეც მიჭირს რომ ამას შევეხო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ გეკითხები ამას, რომ ვიცი რომ უამრავი ადამიანისთვის შეიძლება დღეს იყო მაგალითი და ასევე მოტივაციის წყარო. შეგიძლია თქვა რაში ან ვისში პოულობ ძალას იმისას, რომ აი წამოდგე ისევ ფეხზე, წონასწორობა შეინარჩუნო და ნოლიდან, როგორც ვთქვით, 33 წლის ასაკში დაიწყო ახალი საქმე, ახალი ნაბიჯები გადადგა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხო ეგრე არის რა, რომ შენ არ ვიცი ხა სხვადასხვანაირი იყოფა მაგაზე აზრები რა, შენ მარტო შენ თავზე ადამიანები ჩვენ თავს მარტო არ ვეკუთვნით რა. ესე უარ არის რომ მე ვარ და მორჩა. არ ვიცი ხა შეიძლება ვწდებოდე, შეიძლება რაღაც მომენტში ჩემთვის ეგ ბევრი თავის ტკივილის და რაღაცა შეზღუდვების და იმის წყარო იყოს, მაგრამ ადამიანები ჩვენ თავს არ ვეკუთვნით ესე მარტო რომ მე ესე მინდა და ესე გავაკეთებ. არ გამოდის ეგრე რა, ძალიან შეიძლება ბევრმა ადამიანმა შევამოქცე, შენ როგორც გინდა ისე გააკეთე, მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში შენ გარშემოყოფებს და შენთვის ძვირფას ხალხს ითვალისწინებ. ასევე მაგათვის რაღაცა მე რო სიტყვაზე ვიძახი, ამდენი წელი რომ ჩემი ოჯახისთვის რაღაცას წარმოვადგენ, უყარვარ ჩემზე ზრუნავენ. ყველაზე მეტად რატო არ მინდოდა იცით ჩემი ოჯახის წევრებთან მისვლა როცა ესე ცუდად რო ვიყავი? არ მინდოდა რომ ეგრეთ ცუდად ვენახე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ორ მაგათ მაგრა ინერვიუ, ჩემზე მაგრა ინერვიულებდნენ. განაჩენი რომ გამომიტანენ ჯერ 6 წელი და მე 11 წელი არ ვეუბნებოდი. არც 11 წელი არ მithქო, მე მგონი იმით გაიგეს რა. არ ვეუბნებოდი რა. იმიტომ რომ ვიცი რომ უფრო მაგრა უნდა ინერვიულონ და ნუ მაგაში ეხლა რა მოტივაციის ერთ-ერთი წყარო რო არის ყველა ვარიანტში რომ გინდა რომ არ ინერვიულონ, როგორც მინიმუმ არ ინერვიულონ შენზე და ნახონ რომ კარგად ხარ რა. ის არის რა ცხოვრება მაგრამ იცი როგორ რამე მოვისმინე ცოტა ხნის წინ? ერთი რა კაი ინდიკატორი არის იმის რომ კარგად განსაზღვრო, კარგად ხარ თუ არა და შენზე ცუდად არიან თუ არა, ზოგადად რა. აი ესეთი რამე რომ წარმოიდგინე რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის. აი დავანებოთ მთელ მსოფლიოს, მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემები რო აიღო ესე და ქუჩი ჩაყარო, მათ შორის შენი. და ასარჩევად რო კონდეს, რომ გაუცვალო ვიღაცას პრობლემები, იზავდი? არც მე არ ვიზავდი. აი მაგას თუ არ იზავ, ესე იგი იცი რომ ეგრეთ თუდაც არ ხარ რა, იმიტომ რომ შეიძლება იგიდან ისეთი რაღაც ამოიღო, დიდი შანსია თუ არა, შანსია რომ შენზე ბევრად თუდად იყოს ვიღაც. კი, უარესიც ყოველთვის არსებობს. ხო, ეგ არის მთელი მსოფლიო რო აიღო ხო საერთოდ რა. ხო და ეგ არის კაი ინდიკატორი, ესე იგი მაგაზე თუ თანახმა არა ხარ, ესე იგი ყველაფერი ძალიან ცუდად არ არის. მე რა ბანანოზეც მინდა გკითხო, უამაზესი მეუღლე ყავს, მოვიკითხოთ აქედან და მე არ მომისმენია რომ თქვენი სიყვარულის ამბავი სადმე გაჟღერებული იყოს და შეგიძლია რომ მომიყვე. ჩვენი სიყვარულის ამბავი? ხო, ეხლა რაღაცა როგორ გაიცანით ერთმანეთს? დოკუმენტური ფილმი უნდა ყოფილიყო იდეაში, სიყვარულზე არა ზოგადად რა ამ პერიოდზე და შეიძლება კიდე გამოვიდეს და მადლაპარაკობთ. გავიცანით ჯერ კიდე წლების წინ თავისთავად რაგბზე. ჩემი გუნდელი იყო გიგი იორდანიდი, დღეს ქვისლი ქვია მაგას. ქვისლები ვართ მე და გიგი. გიგის ანანოს და იყო გიგი შეყვარებული მაშინ ჯერ კიდე რა. ხო, რამდენი წლის წინ და მოვიდა ანანო. გამოყვა გიგი მაშინ რაგბზე დადიოდა და გამოყვა ანუ დავინახე ტრიბუნიდან რა. თუ აი ტრიბუნაზე იჯდა მე მოედანზე ვიყავი და მაგის მერე ან მომეწონა, მაგრამ მაგის მერე გავიდა წლები, ავედი მე რა ვერთ 10 წელი. და 10 წლის მერე თავიდან შევხვდით და დაიწყო ჩვენი ისტორია და დღეს ერთად ვართ. და რამდენი წელია ერთად ხართ? ბევრი უკვე რა გავიდა წლები. 6-7 მალე გადიდრო 11 წელს მალე. აი რა მოგწონს ყველაზე მეტად მასში, რამდენად გეხმარებოდა ამ რთულ პერიოდში? ყველაზე მეტად უკვე თან კარგად მიცნობს რა, იცის რომ როცა ისე ვარ რა, ცუდად ვარ და რაღაცა ჩემთვის ვარ. მირჩევნია ხოლმე ჩემთვის რომ ვარო, ჩემთვის ვიყო რა, არაფერი არც გამხნევება მიყვარს, არც ის და რთულ პერიოდში ყველაზე მეტად ისე და დამოუკიდებელი არის რა. შეუულია თვითონაც რაღაც მე რო ისე ვიყავი რაღაცა ანუ
თავისი პრობლემები შეუულია თვითონ ისე მოაგვარო სიტყვაზე ვიზახი. რომ რაღაცა ჩემი სადაც სადარდებელი ეგ არ გახდეს რა. აი როცა სულად ვიყავი, ეხლა ზოგადად ოჯახი იმისია რომ პრობლემებს იზიარეთ, მაგრამ როცა სულად ვიყავი პირიქით რა რაღაც მომენტში ჩემ პრობლემებს ეზიდებოდა უფრო ვიდრე რაღაცა რა, ვიდრე რაღაც სიტუაცია აი ჩაულებრივად მაქვს წარმოდგენილი რომ მე რო ეგრეთ სულად ვიყავი და აი ეგეთ იმაში რო ვიყავი რომ აი რაღაცა დანაკლს არ მიხსნიდა და რაღაც ძალიან გულჩათხრობილი და ასე შემდეგ ჩაულებრივად მაქვს წარმოდგენილი რომ რაღაცნაირად კიდე აი დაემატებინა რომ აუ შენს უცხახასიათზე ხარ და ცოტა ხანი ხوارგზავდება წელიწადი შეიძლება და გაგრძელებულიყო მაგრამ ეგ არ უქნია და მაგისთვის დიდი რესპექტი ჩემგან ამას კი არა ძალიან რთულია რა თქმა უნდა არის ეხლა რომ წარმოვიდინო რომ ეხლა თვითონ ეგ ერთი წელი ეგეთ უცხახასიათზე იყოს შეიძლება რა მე ვერ იმავსნა ისე კარგად როგორც თვითონ გაართო და მე მახსოვს ანანოც მახსოვს რკენაზე როცა შენ პირველად გამოხვედი როგორ გიყურებდა და კიდე კაი მუშაობდა ანუ ხო ის არის რა თან ლოლიტას მენეჯერი არის და კიდე კაი მუშაობდა და თან მუშაობდა ყურადღება გადაქონდა სხვა იმაზე მაგრამ სხვა შორის ერთადერთი ადამიანი იყო ჩემ გარემოცვაში ვინც არ ნერვიულობდა თავიდან იმიტომ რომ ზუსტად იცოდა რა გჭირდებოდა რა იზახდა რომ ვიცი რომ რაღაც მოიგებს ეხლა ბოლოს როგორ არ ნერვიულებდა ხელს რომ ტეხავდნენ მაგრამ ისე პროცესში არ სხვა ყველა ნერვიულდა ეს იზახდა რომ არავის რაღაც ვიცი რომ მოიგებ ხო მე რა ბაუცილებლად მინდა რომ სანამ დავასრულებთ კითხო სამომავლო გეგმებზე იმიტომ რომ ყველა საინტერესებს პირველი კითხვა ყოველთვის ჩნდება გააგრძელებ თუ არა MMA-ში მოღვაწეობას ეს არის ყველაზე მეტად დასმული კითხვა ჩემ ეხლანდელ ცხოვრებაში ზლატო პასუხო თუ მოკლედ ეხლა ვფიქრობ არის შანსი არ ვიცი რეალურად ჯერ კიდე არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა მაგრამ არის შანსი რომ გავაგრძელო თუ ჩავთვლი რომ გრძნობ თავს ისე რომ გავაგრძელო და ვარ კაი ფორმაში და ვიმსახურებ რკენას ოქტაგონზე ფეხის დადგმას მაშინ არის შანსი რომ გავაგრძელო მაგრამ თუ რაღაცაც ხო ეხა ისე წავიდა რომ რაღაცა ვერ ვიგზენი რომ ვიმსახურებ ეხა უკვე არის იცი ამბავი რკენა უკვე სერიოზული ორგანიზაცია ხდება რა მართლა ხო პროფესიონალური ძალიან და ისეთი ბიჭები ჩხუბობენ და ისეთი ჩხუბები ტარდება და ასე შემდეგ რომ მან რო ფეხი შედგა უნდა იმსახურებდე რა თუ მოვიპოვებ და თუ ჩავთვლი მე და თვითონაც თუ ჩავთვლიან ორგანიზატორები და ზოგადად რკენა თუ ჩავთვლის რომ ვიმსახურებ შეიძლება მაგრამ ნახოთ რა თუ არ რკენა კიდევ რა პროფესიაში ხედავ შენს თავს აი დღეს რისგან შედგება შენი ცხოვრება რა საქმიანობა მუშაობ ბევრ რაღაცებს ესე ვაკეთებ ჩემით ისე რა მიცნობს ხელოსანი ტიპი ვარ და რაღაცა მშენებლობაც გვაქვს ისეთი კულტურული ისეთი რა ლამაზი რაღაცას ვაშენებთ და აი მაგ მიმართულებით უფრო მაგრამ თად ეხა ეგ მიმართულებით მშენებლობაზე ეხა ხალხი ალბათ კორპუსებს არ ვაშენებ შემოვიდეს დაკვეთე ყველგან კორპუსები და ის რო არის მაგ მიმართულება არ გვაქვს მაგრამ ისე რა მოკლედ რასაც გავაკეთე მინდა რომ ხარისხიანად ვაკეთო და ხო მშრომელი ადამიანი ხარ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ არის ჩემი აზრით მოდი სანამ დავასრულებთ თქვათ რა შეიძლება რომ უთხრათ ჩემს მხარდაჭერებს იმიტომ რომ მე ძალიან გული მწყდება ხოლმე როცა ვისმენ ხოლმე რომ აი ქართველებს შეუძლიათ რომ ერთმანეთს გული ატკინონ, ბევრი ცუდი დაწერონ, მაგრამ გონია რომ პირიქით, ანუ ის ადამიანობა, ის ჰუმანურობა, ის ემპათია, რაც შენს მიმართ გამომჟღავნდა, მგონია რომ ძალიან ბევრი რაღაცის ლუსტრაცია იყო და აი ამაზე რა შეგიძლია? ხოლმე ძალიან მაგრა უბრაზდები რომ რაღაცა დიდ მასშტაბშიც, პატარა მასშტაბშიც, ყოველდღიურ მასშტაბშიც და არაყყოველდღიურ მასშტაბშიც გამიგია ეგ რომ აი ქართული ბოდიში და ჟარგონში პონტია, ჯიგრული ქართული პონტია ხამჩები იმაზე ხშირად იზახდნენ. რაღაცა ერთმანეთის ქართველობის დაკნინება გამიგია ბევრჯერ და მე აბსოლუტურად პირიქით აზრზე ვარ რა. რომ ჩემი აზრით მე რაც ვიცი ხა და რაც მაგ შეხება რა. ქართველებზე უფრო ჰუმანური ადამიანური და გულთან ახლოს მიმტანიერი იშვიათად. და აი ესე მგონია რა, აი ღმერთმა რო გააჩინა ადამიანი. რაც მიცა ის პირვანდელი ემპათიის თვისება, რაღაც ადამიანურობა რაც მიცა
მე წავიდა წლები და ეს ამის დავიწყეთ რა დაბინძურება დავიწყეთ ჩვენ ადამიანები ხო რამდენი ასეული 1000 წელი გავიდა ვაბინძურებ ნელ-ნელა იქიდან ის კომპლექსები დავამატეთ აქედან იგი სიბოროტე ვნახე და ტელევიზორში რაღაცა და დავაბინძურეთ ეს ზოგადად სოფლიო მოსახლეობა რო აიღო მაგრამ მგონია რომ ქართველებს ეგ პირვანდელი სახე რაც უფალ მოგვიბოძა ყველაზე მეტად სუფთად გვაქვს შენარჩუნებული თავისთავად ეხა ბევრი შეგვილია ვიდეოდ და ის გავაკეთეთ ეს გავაკეთეთ კი მაგრამ ჩემი აზრით სხვა ერებში კიდე უფრო ზუდი სიტუაციაა ხარ ვიზახი რომ თლად ანგელოზები ვართ მეთქე ეგრე არ არის რა სამყარო ეშმაკი ისეთი დამპალი არსებაა რომ ყველა ადამიანში მაინც ზურება და რაღაცას აფუჭებს მაგრამ ზოგადად ესე დიდ მასშტაბში რო აიღო დარწმუნებული ვარ რომ აი არ ვიცი ჩემის რო ყოფილიყო რა აი ჩემი საქმე ქართველების ხელში რო ყოფილიყო მგონია რომ ჰუმანურობის ნაწილი დავიჟებოდი და დასაჯელი ვიქნებოდი მორალური სამართალი ცოტა იქნებოდა რა ანუ რობოტივით არა რობოტები არ ვართ მოკლედ რო ვთქვათ რა აი ყველაზე პრიმიტიულ და გასაგებენაზე ყველაზე ნაკლებად ვართ რობოტები და ის ადამიანური რაღაცეები შემორჩენილი გვაქვს უფრო მეტად ვიდრე შეიძლება ნებისმიერ სხვა ერებს კი არ ვაყენებ იმას ეხლა მაგრამ ზოგადად ესე რა სუბიექტური ვარ მიყვარს ქართული ხალხი და მაგრამ არ მსიამოვნებს მოკლედ ქართველები ერთმანეთს რო ლანძღავთ და რაღაცა ქართველობა რო ცოტა დამაკნინებენ ფორმაში შეიძლება ვინმე რამე სახით გამოიყენოს მერაბ ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულწრფელი საუბრისთვის. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენმა მაყურებელმაც დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ეს ვიდეო და დაგემშვიდობები მერაბ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ საინტერესო იყო ჩემთვის ძალიან. აბა კარგად.